მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ. თავი პირველი. პავლე, ღვთისნებით ქრისტე იესოს მოციქული, ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ. ტიმოთეს, საყვარელ შვილს, მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღვთისაგან და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც მსახურებ წმინდა სინისით. წინაპართა კვალზე, რომ განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში, ღამით და თხისით. მენატრება შენი ნახვა, ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, რათა სიხარულით აღვივსო. ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედა შენ ლოისში და დედა შენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის. ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასმით არის შენში. ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა. მაშნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ იტანჯეთ ჩემთან ერთად სახარებისათვის ღვთის ძალით, რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში, საუკუნეთა უწინარეს. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უკვდავება, რომლის მაცნეთ მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი. ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, ვინაიდან ვიცი, ვისაც ვერ წმუნე და მწამს, რომ მას ძალუც შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის. ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია. შეინახე კეთილი საწინდარი სული წმიდით, რომელიც ჩვენშია დამკვიდრებული. შენიცი ეს, რომ აზიაში მიმატოვა ყველამ, მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენესმა. უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლეულს, ვინაიდან მან მრავალჯერ გამამხნევა და ჩემი ბორკილების არ შერცხვა. არამედ რომში მოსული გულმოდგინეთ მეძებდა და მომნახა. მისცეს მას უფალმა, რომ ჰპოვოს უფლის მიერ წყალობა იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთიცი.